როცა უკვე გადავედით მცირე რაოდენობაზე და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, ტურიზმის მიბმა ამ სფეროზე. ეს უნდა გავაცნოთ ისეთ მომხმარებელს, რომელიც აფასებს ხარისხს და ასე შემდეგ და გადამხდელია მაღალი ფასის. მე ეს მომხმარებელი ვიპოვე, იმიტომ რომ ჩვენთან ჩაის ტურზე მასპინძლობთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. ყოველწლიურად არის მზარდი მოთხოვნა ქართული ჩაის მიმართ. უშუალო კონტაქტი გვაქვს მომხმარებელთან და მიყვავს პლანტაციაში ვაცნობთ იყრეფის პროცესს, შემდეგ წარმოების პროცესს, ჩვენთან მოსული მომხმარებელი აკეთებს ჩვენ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეხლა ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს საწარმოც, ეზოდ, შენი ოდაც. რა დგას ამ ყველაფრის უკან? ისთვის უნდა იყოს მზად ჩვენი მაყურებელი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ აი ნოლიდან დაიწყოს თუნდაც აგრობიზნესი. ჩვენი გასტრონომია კომბინაციაში თუნდაც ჩაისთან და ღვინოსთან და სხვა პროდუქტებთან იდეალური მარკეტინგული შეფუთვა, ნაკრები, რომ თქვა ტურისტი მოვიზიდოთ. ქართული ჩაის პოპულარიზაციის მეორე გზა პროდუქტის უცხოეთში გაგზავნა კი არა მომხმარებლის უშუალოდ პლანტაციაში მოყვანაა. ჩვენი მეორე ფერმერი ჩაის წარმოებას ტურიზმთან აერთიანებს. აქ სტუმარი მხოლოდ მზა ჩაის არ ყიდულობს. ის ეცნობა მთელ პროცესს და რამდენიმე საათით თავადაც ამ კულტურის მონაწილე ხდება. ჩაის ტური პლანტაციაში იწყება. სტუმარი იგებს როგორ იზრდება ჩაი, რომელი ფოთოლი უნდა მოიკრიფოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ნედლეული სწორად შერჩევა. ადამიანების უმეტესობა ჩაის მხოლოდ შეფუთული სახით იცნობს. მათთვის ხშირად ახალი აღმოჩენაა, რომ შავი და მწვანე ჩაი შეიძლება ერთი და იმავე მცენარისგან მზადდებოდეს. როდესაც სტუმარი თავად კრებს ფოთოლს, ის უკვე ხედავს, რამდენი დრო და ხელით შრომაა საჭირო ერთი პატარა შეფუთვის შესაქმნელად. ლანა ჟღენტია ჩემთან ერთად. მოკლედ აქ რაც ვნახეთ, ისეთი კომპლექსია გაკეთებული, აგროტურისტული, გასტრონომია, ჩაის დეგუსტაცია. აი რამ გიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ და აი რა იყო შენი მთავარი мотиваცია, რომ გურიაში, ოზურგეთში, სოფელ მელექედურში დაბრუნებულიყავ, როგორც ვთქვი, დაბრუნდი, ხო? ეგ ისტორიაც მაინტერესებს, რატო გადაწყვიტე და აქ რო გაგეკეთებინა, რა იყო მთავარი შენი мотиваცია? ესე იგი 2016 წელი იყო, როცა გადავწყვიტე დაბრუნება ჩემს მშობლიურ სოფელში. თავარი ამბავი მაინც იყო, რამაც მიბიძგა რომ აქ წამოსულიყავი, ჩემს მშობლებს ჰქონდათ წარმოება. თვითონ მოუწიათ გადასვლა საფრანგეთში. ვიფიქრე რომ მე გავაგრძელებდი მათ საქმიანობას და ჰქონდა პატარა საწარმო, 35 კვადრატი, ძველი საბჭოური დანადგარები, 1 ჰექტარი ჩაის პლანტაცია და ნუ დავიწყე ამითი ჩაის წარმოება. ეს ყველაფერი რაც მიება მე უკვე ტურიზმი, დეგუსტაციები, უკვე განთავსებაც წარმოც ძველი ოდასახლი ჰქონდა და რო ჩამოვედი აქ დავიწყე ამ სახლის შეკეთებით რა და თან წარმოება და ვფიქრობდი რომ ხან თბილისში ვიქნებოდი ხან აქ და ერთიანად შევძლებდი ამ ამბავს. საქმის პროცესში დავინახე ის რომ აქ უფრო მომწონდა ვიდრე იქ. რა მომენტში მიხვდი რომ შეიძლებოდა აქ ტურისტი მოსულიყო, ბიზნესად ქცეულიყო? ჩემი და ცხოვრობდა გერმანიაში, გამოუშვა ორი გერმანელი თავისი მეგობარი. რომ მოვიდნენ, ანუ მაშინ აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო აქ, დამწყები ვიყავით. ეს ძველი სახლი არც ადეგუსტაციო სივრცე, არც აწარმო, ნუ არ ვიცი, მაგრამ გაგიჟდნენ, გადაირმნენ, ისე მოეწონათ ეს ბუნება და ჩაი რა და მე გითხრეს რომ გვინდაო რა თქვენთან დარჩენაო რა, რამდენიმე წუთი სუსტ მართმოყარეობაც. ხო, აი თავისთავად აღარა უნიშნე, იმიტომ რომ მგონია რომ ცხადი არის ეს, რომ გურულების მართმოყარეობა მაინც განსაკუთრებული არის კიდე და ამის მერე დავიწყეს ვიფიქრეთ რომ აქ ჩვენთან მოსულ სტუმარს მოეწონებოდა ჩვენთან ერთად ჩაის კეთება, გურული კერძის დაგემოვნება და ანუ ეს პროცესში მოვიდა რა თანდათან ამ წარმოებას მივაბით პატარ-პატარა რაღაცა ელემენტები. წელს უკვე გავაკეთეთ დასარჩენის სივრცე. საწყის ეტაპზე ის სახლი, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, 2 ნომერი, დავდეთ Airbnb-ზე, რომ თუ იქნებოდა მოთხოვნა და დიდი მოთხოვნა წამოვიდა და ინტერესი, რომ დავიწყეთ მერე ოდასახლის აშენება. დავიწყეთ პირველად აწარმოების პროექტით, 15000 ლარიანი საგრანტო მივიღეთ და ამან ძალიან დიდი мотиваცია მოგვცა იმისთვის, რომ რაღაცა ამ ჩაის კუთხით გვეკეთებინა და ვიყიდეთ ერთი როლერი, რომელიც გამოვიწერეთ ჩინეთიდან და დავიწყეთ ხარისხზე მუშაობა სამფოთლიან ჩაიზე, ამ ჩვენი ახალი როლერით. პირველ წელს გავაკეთეთ 300 კილო პროდუქცია და ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ განვითარება და იმაზე ფიქრი, რომ წარმოების პროცესი გაგვეზარდა. ეს საწარმო სენდვიჩ პანელის კონსტრუქციით არის და მთლიანად გადაიარაღება მოხდა თანამედროვე დანადგარებით. რამდენად მნიშვნელოვანია
სწორი ფინანსური პარტნიორის პოვნა, ანუ ნებისმიერ თქვა ფინანსური ინსტიტუტი იქნება თუ ან ინვესტორი და აი თქვენ რომელი გამოიყენეთ. საწყის ეტაპზე ჩვენ როგორც გითხარით, იყო მცირე საგრანტო აწარმოეს საქართველოსი, რომლითაც დავიწყეთ, თუმცა მე რამდენიმე პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ეს საწარმო ავაშენეთ წელიწადნახევრის წინ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. პარტნიორობთ TBC ბანკთან უკვე წლებია და არაერთი შეღავათიანი კრედიტი გავაკეთეთ, როგორც წარმოების განვითარების კუთხით, ასევე საწარმო დანადგარებზე. რეალურად მე პირადად რაც კრედიტი ან საწარმოსთვის რაც სესხი დამჭირებია, ყოველთვის TBC ბანკთან მქონდა თანამშრომლობა. თავარი არის, რომ შენ თვითონაც რაღაცა მოწესრიგებული ქონდეს შენი ფინანსური დეტალები, რომ მიხვიდე ბანკთან და მოითხოვო, თუნდაც შეღავათიანი კრედიტი, უნდა იცოდე რას აკეთებ. დანარჩენი პროცესი არის მარტივი. მოკლედ, ეხლა შევიდეთ საწარმოში, მეგობრებო და ვნახოთ რა პროცესები მიდის. წელიწადნახევრის წინ ავაშენეთ ეს საწარმო, ეს არის ჩვენი დანადგარები. აი ჩაისუნე ეგრევე იგრძნობა. აი ესენი რისთვის გამოიყენება? რას ვეძახით ამას? ეს არის ჩაის საღნობი. პირველად ჩაი როცა მოდის საწარმოში და ვამზადებთ კლასიკურ შავ ჩაის, ვათავსებთ ან ამ საღნობზე, რომელსაც ბუნებრივად ხდება ჩაის მოღრობა, ანუ წყალი ორთქლდება ჩაიდან და ბევრად რბილი და ფაფუკი ხდება, სანამ დაიგრიხება. და ასევე ისიც არის ჩაის საღნობი, ოღონდ ის არის უკვე ტემპერატურა და ცხელი ჰაერი ეწოდება და ვენტილაციით შედარებით უფრო მალე ხდება ღნობის პროცესი, ვიდრე ბუნებრივად. კი ბატონო, დაახლოებით 20% წყალი ორთქლდება ფოთლისგან. გადმოდის უკვე საგრეხ. კარგია რომ პროცესს მოესწარეთ დღეს. უჯრედების დაშლა ხდება, დაახლოებით გამოყოფაც, კი ბატონო და 80-90% უჯრედები იშლება ამ დროს და ანუ გემოვნური თვისებები მე უკვე რაც უკვე ჭიქაში ხო ჩვენ ვიგებთ ამას როცა ვსვამთ ჩაის პროცესში აიწყება ამ პროცესიდან უბრალოდ და მე უკვე გადადის ფერმენტაციის პროცესში კი ბატონო რომელსაც ვაკეთებ სპეციალური დანადგარი გვაქვს საფერმენტაციო სტელაჟებში იღრება ჩაი შედის უკვე ტემპერატურაზე კი ტემპერატურა ტენიანობა შეგვიძლია მიუთითოთ როგორ გვინდა რამდენი ხანს ვაგრძელებთ ფერმენტაციის პროცესს და ეგ დამოკიდებულია ტექნოლოგიაზეც ხო რა ჩაის ვაკეთებ შეგვიძლია რაღაცა ექსპერიმენტებიც გააკეთო მეტი ფერმენტაცია მისცე ნაკლები ფერმენტაცია მისცე ხო ხარისხის მიხედვით ჩაი უფრო მეტად წყლიანი არის უფრო გამომშრალი არის იმის მიხედვით უკვე ხდება იმის შერჩევა რამდენი ხანი უნდა იყოს ფერმენტაციაზე და რამდენი არა კითხვა მაქვს ეგეთი, ანუ ჩაის საბოლოო წარმოების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ეტაპია, რომელიც განაპირობებს საბოლოო ხარისხს? ეს არის ჯაჭვური ამბავი, ყველა რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იწყება ჩაის ჯერ ნიადაგიდან, მერე ფოთლიდან, ფოთლის ხარისხიდან, შემდეგ უკვე ღნობის პროცესი, გრეხა, ფერმენტაცია იმდენად კავშირში არის ერთმანეთთან, რომ თუ ერთი ამოვარდა ან სათანადოდ არ იყო დაცული უკვე ხარისხზე ეს აისახება. ქართულ ჩაის, აი ქართული ჩაის ადგილი სად არის? თქვათ სოფლიო ბაზარს რო შევხედოთ, იქ არის ხო თქვათ მასიური ჩაი, რომელიც ძალიან იაფია, უკონკურენტოა ესე რო ვთქვათ, მასიური მწარმოებელი ქვეყნის ჩაი, თქვათ კენია რო ავიღოთ და ასე შემდეგ. ანუ რა უნდა გამოარჩევდეს ქართულ ჩაის შენი აზრით და გამოცდილებით, ეხლა რასაც უყურებ, სად არის ჩვენი ქართული ჩაის ადგილი მსოფლიო ბაზარზე? ჩვენმა გამოცდილებმა რეალურად გვაჩვენა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ რაოდენობით უკვე კონკურენციას ვერ გავუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებლებს ქვეყნებს, რომლებიც თქვენ უკვე ახსენეთ. ჩვენ გამოგვარჩევს ალბათ ხარისხი თვითონ ფოთლიდან დაწყებული ის რომ არ ვიყენებთ შხამქიმიკატებს, არ სჭირდება შეწამვლა, ჰერბიციდები და ქიმიკატების გამოყენება. ეგ უკვე გვაძლევს იმის საწყისს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენტუნარიანი გავხდეთ იმ ევროპულ ქვეყნებში, ვაწარმოოთ შედარებით მცირე რაოდენობა პროდუქციის და გავზარდოთ ხარისხი. და მაღალფასში გავყიდოთ. და გავყიდოთ მაღალფასში. ანუ ზუსტად ეს არის ჩვენი წარმოების ხედვა და ამ მიმართულებით მივდივართ
მივდივართ ყრეფის პროცესიდან თვითონ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ნორჩი და ჩვილი ფოთლები დავკრიფოთ, ხელით იკრიფება რა თქმა უნდა, ნიადაგსაც უვლით შეძლების დაგვარად ხელით ხდება სარეველების მოცილება. ყველა პროცესი აბსოლუტურად ჩვენთან წარმოების პროცესში ხდება ხელით. რა თქმა უნდა, თვითღირებულებად შესაბამისად იზრდება, რა თქმა უნდა, ამიტომ ფასში ჩვენ კონკურენციას იაფიან ჩაის და შემოტანილ ჩაის რაც არის იდანურთმეტი და ვერ გაუწევთ. ჩვენ უნდა ვნახოთ სპეციალური მომხმარებლები, ისეთი ჩაის მოყვარულები, რომლებმაც იციან გარჩევა თუნდაც მაღალი ხარისხის პროდუქტის და იაფასიანი პროდუქტის. დღეს მსოფლიოში აი სეგმენტი, რაზეც შენ თქვი, რომ უნდა გავაცნო და ვინც აფასებს ჩაის, ქართული ჩაი ვაყიდინოთ, აი რა ნაბიჯებია გადასადგმელი, თუნდაც აი ჩაის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, თუნდაც სახელმწიფოს ან დონორების ჩართულობით, რომ მივახციოთ იმ მიზანს, თქვათ, რისიც შენ გჯერა, რომ ეს უნდა გავაცნოთ ისეთ მომხმარებელს, პრემიალური სეგმენტის მომხმარებელს, რომელიც აფასებს ხარისხს და ასე შემდეგ და გადამხდელია მაღალი ფასის. ანუ ჩემთვის იმდენად ნათელი არის და ცალსახარი უკვე ის, რომ ანუ მე ეს მომხმარებელი ვიპოვო, იმიტომ რომ ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ, ჩაის ტურზე ვმასპინძლობთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. ყოველწლიურად არის მზარდი მოთხოვნა ქართული ჩაის მიმართ. რეალურად მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და თვითონ ისინი, ანუ ეხლა მაგალითად გუში მყავდა შვეიცარიიდან სტუმრები, რომელსაც ძალიან მოეწონათ ჩვენი პროდუქტი და უნდათ რომ შვეიცარიაში იდოს ჩვენი პროდუქცია. ანუ ეს იმდენად დიდი мотиваცია არის ჩვენთვის, რომ ყოველწლიურად ვცდილობთ მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ და გავზარდოთ მომხმარებლები ჩვენი პროდუქციის. ჩაის ტურიზმით უნდა განვავითაროთ ცნობადობა ასე. ჩაის ტურიზმი ძალიან უწყობს ხელს. ანუ აგროტურიზმის მიმართულება, ესე იგი, როგორც ვთქვათ, იგივე აი ღვინის მაგალითზეც შემილია მე ვთქვა პირადად, რომ ჩვენ გქონდა რამდენიმე ვიდეო ღვინოსთან დაკავშირებით, მათ შორის ბიოღვინოსთან დაკავშირებით და უკვე მსოფლიოში იგივე ჩინეთმაც დაიწყო იმდენი ღვინის წარმოება, რომ ძალიან დაბალ ფასში ყიდის რა. ხო და ჩემი აზრითაც წინა ვიდეოებში ვთქვით, რომ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება, რომ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო, ბიოღვინო მათ შორის და გავყიდოთ მაღალ ფასში და ამას მიებას აგროტურიზმიც რა, იმიტომ რომ ჩვენი გასტრონომია კომბინაციაში თუნდაც ჩაისთან და ღვინოსთან და სხვა პროდუქტებთან იდეალური, თქვათ, მარკეტინგული შეფუთვა, ბანდლი, ნაკრები, რომ თქვათ, ტურისტი მოვიზიდოთ. ჩემი დასკვნა, რაც მითხარი, არის ის, რომ უფრო ინტენსიურად განვავითაროთ აგროტურიზმი, ჩაის ტურების სახით, პოპულარიზაცია გაუწიოთ ადგილზე, დავაგემოვნებინოთ. მე ვფიქრობ, რომ როცა უკვე გადავედით მცირე რაოდენობაზე და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არის ტურიზმის განვითარება, ტურიზმის მიბმა ამ სფეროზე რა. ეხლა ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს საწარმოც, ეზოდ, შენი ოდაც ყველაფერი და კადრებში და დრონის კადრებშიც ნახეთ. ანუ რა დგას ამ ყველაფრის უკან? აი, თქვათ, მაინტერესებს შენი ბიზნეს ისტორია, იმ ყველა შეცდომით, გამოწვევით და წინააღმდეგობით, რისი გადალახვაც მოგი, თუნდაც ფსიქოლოგიურად. ჯერ ის, რომ შენ გადაწყვეტილება მიიღე, რომ აქ დაბრუნებულიყავი და საქმე გაგეკეთებინა, ბიზნესად გექცია და შენც რაღაც კუთხით ბედნიერი ყოფილიყავი მაგით, ამის მიღმა, აი რა, რისთვის უნდა იყოს მზად ჩვენი მაყურებელი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ აი ნოლიდან დაიწყოს, თქვათ, თუნდაც აგრობიზნესი. შრომის გარეშე ეს ამბავი არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. პირველი, რისთვისაც მზად უნდა იყო, არის ის, რომ შენ არ ხარ კონკრეტულ სამსახურში, რომელიც იწყება დილის 10-ზე და მთავრდება 6-ზე. აბსოლუტურად შენ გეკუთვნის ეს საქმე. შენზე არის დამოკიდებული, როგორ განავითარებ ამ საქმიანობას და აქედან გამომდინარე, დილა შეიძლება დაიწყოს 6 საათზე და დასრულდეს ღამის 3 საათზე. პირველი, რისთვისაც მზად უნდა იყოს სამწყები მეწარმე, ალბათ არის, უნდა უყვარდეს შრომა. უნდა ეცადოს, რომ რაღაცა აკეთოს. ძილი საათები დაგერღვევა, ეგ მე. ანუ მე ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ეგ იყო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ძილი და მომიწია ამ საქმიანობის დროს, რომ ეს დამეთმოდა, სხვათა შორის 2 წელია რაც დავძლიე ჩემი ხო კი ფინანსურად მზად არ ხარ პირველი და გიწევს ფინანსების მოძიება საწყის ეტაპზე, მაგრამ არის ბევრი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოს დამწყებმა წარმოებებმა. ანუ რაღაც არხი ყოველთვის არსებობს იმისთვის, რომ თუ შენ მიზანი გაქვს, იმ მიზნისკენ სვლა დაიწყო. თუ შენ გჯერა პირველ შენი იდეის, რომ სხვა დააჯერო მე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის, რომ უნდა გჯეროდეს, უნდა გქონდეს იდეა, უნდა გჯეროდეს, რომ ამ იდეას ფლებში ასხამ და აუცილებლად, ანუ თვითონ
საქმის პროცესში, აი როგორ გითხრათ, საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი, რომ აქ ამ ამბავამდე მოვიდოდი რა, რაც უკვე თითქმის სრული პროცესი არის, წარმოება, დახვედრა, განთავსება და ასე შემდეგ. თვითონ საქმე როცა დაიწყებ უკვე გიჩვენებს რა მიმართულებით წახვიდე. პირველი წინააღმდეგობა, აი რა შეეჩეხე, როცა იფიქრე, რომ არ უნდა მოგეკიდა ხელი ამ საქმისთვის. პირველად არ ანუ ბევრი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ პირველ შემთხვევაში არ მიფიქრია, რომ არ უნდა მომეკიდა ხელი, ანუ ძალიან დიდი გამოწვევები იყო. მე ვიყავი 23 წლის, როცა დავიწყე წარმოება და ეს წარმოებაში ძირითადად საქართველოში მაინც კაცები არიან ჩართულები, საკმაოდ ესეთი რთული პროცესი არის. რაღაცა ბრძოლები იყო ყველა ეტაპზე, მაგრამ ის რო არ უნდა გამეკეთებინა, არც ერთ ეტაპზე არ მქონია სიმართლე. არას დროს არც ერთ ეტაპზე. არ მინანია. იყო რაღაცა. რატო წახვიდოდი სადმე ან თბილისში ან ევროპაში რაღაცა სამსახური გექნებოდა იმუშავებდი? ანუ მაგაზე რო იფიქრო, შეიძლება შენი ცხოვრება ყოველთვის რაღაცა ისინი კონდეს რა, რომ იქ რო ყოფილიყავი, ეხლა შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო ან რაღაც, მაგრამ ანუ მე ამ შემთხვევაში მართლა ძალიან ყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და ჯერა ამის განვითარების, ის რაც მე სურვილები მაქვს, რომ თუნდაც იმ ფინანსური დანაზოგით მე გავაკეთო, ის სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან რაც მინდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დაწყებული საქმე ამას შემაძლებინებს რა. მაგრამ აი მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ალბათ ყველა საქმეში ესე არის, უნდა იბრძოლო იმისთვის, უნდა დაინახო რა, უნდა გჯეროდეს პირველ რიგში, რომ აი ჯობია რა. აი უნდა გჯეროდეს. უნდა მართლა თუ ესე ვიძახი რომ აი თუ გულით გჯერა, მე ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ, რომ არ მგონია რომ აი რაიმე არ გამოვიდეს, რაც გინდა რა. თავარია გჯეროდეს. ეხა ვინც გვიყურებს და თქვათ აი мотиваცია ან მივეცით ან შენი მაგალითიდან მიიღო мотиваცია. რა რჩევას მიცემდი? თუ რაღაცა გსურთ, უნდა დაიწყოთ. იმის მერე უკვე თვითონ საქმე გიჩვენებთ, რა მიმართულებით წახვიდეთ, როგორ განავითაროთ, ვინ დონორი ორგანიზაცია მოძებნოთ, ან თუნდაც ადამიანური რესურსი, ვინ დაიხმაროთ, ანუ თვითონ გზა გიჩვენებს, მერე უკვე უბრალოდ თავარი არის, რომ უნდა დაიწყებ, ჯეროდეს და მერე დაიწყო საქმე. აი, მოკლედ, ეხა გადავინაცვლოთ შენ ტურისტულ კომპლექსში, ოდასკენ და გვანახე რას აკეთებ და ჩაიც დავაგემოვნოთ. რა თქმა უნდა. როგორი გამოცდილება შეიძლება მიიღოს აქ ჩამოსულმა ტურისტმა, სტუმარმა ამ შენს ულამაზეს ეზოში? დიდი მადლობა. ეს არის ჩემი ძველი სახლი ოდა, საიდანაც დავიწყეთ, მისი გაკეთებას დავიწყეთ და პირველი ტურისტი ამ სახლში შევიყვანეთ. ესე ჩვენი ახალი სამზარეულო. აქ ვაკეთებთ ძალიან გემრიელობებს ჩვენი სტუმრებისთვის. რა არის შენი საფირმო? ვმუშაობ რეალურად ჩემ საფირმო კერძზე რა და აი, ანუ საფირმო არ გაქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა გურული ღვეზელი. ერთ-ერთი საუკეთესო კერძზე ვაცხობთ გურულ ღვეზელს. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დეგუსტაციას ვიტყოთ ამ სივრცეში. გვაქვს 4 სახეობის ჩაი, შავი, მწვანე, მოცვის და მაყულის ფოთლის, ეს არის ველური მოცვის და ველური მაყულის ფოთლის. ახალში და ჩხაკაურაში დაკრეფილი ფოთლები არის. ჩვენი ტური არის ესეთი, ჩაის ტური. პირველი რომ მივდივართ პლანტაციაში, იქ ვაცნობთ როგორ იკრიფება ჩაი, როგორ ისხლება ჩაი და ასე შემდეგ. მე ვბრუნდებით ისე საწარმოში, წარმოების პროცესს ვაცნობთ. შემდეგ მოვდივართ უკვე ამ სივრცეში, სადაც ჩაის დეგუსტაციასთან ერთად გურულ სამზარეულოს თავაზობთ და ასევე სამზარეულოს მასტერკლასებს, ხოთაშორის გურული ღვეზლის მასტერკლასს ვაკეთებთ, გურული ფხალეულის მასტერკლასი ტარდება ჩვენთან და ჯანჯუხასაც ვავლობინებთ ხოლმე სეზონზე. ჯანჯუხარი ჩურჩხელა თხილის. სწორედ. კი ბატონო. წინაზე ვითხრეს და ჩვენი სივრცე კიდე ოდა სახლი. აი ეს ძველი დაშლილი და გადმოტანილია. რაღაცა მასალები არის ძველი. მაგალითად ეს კარი, ეს საკეტი ძალიან ძველია. ვეცადეთ რომ ძველის და ახლის შეცვლილ დაგვეკეთებინა. ეს სივრცე ანუ ხმის იზოლაციები არის გაკეთებული. ეკომეგობრული ლაკიც არის შეღებილი და ხისუნიც დგას. ხისუნიც დგას. თუ თქვა შეძლებოდა გაფართოებას ფიქრობ ამ განთავსების სივრცის? კი, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. პირველი ეხა რაც გვაქვს გეგმაში არის, რომ თვითონ პლანტაციაში გვინდა რომ რამდენიმე კოტეჯი ჩავდგათ. იქვე რო დარჩეს. და იქვე გავაკეთოთ მწვანე ჩაის აბაზანები. გვინდა რომ გავაკეთოთ მწვანე ჩაის საპონი, შამპუნი, ჩაის სპა. ჩაის სპა. კი ბატონო. კი ბატონო, ხოთაშორის პროექტი მაქვს დაწერილი. დანა, კიდე რა არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში, თქვათ, როცა ბიზნესი იწყებ, მაინტერესებს
რამდენად მნიშვნელოვანია, ვინ გიდგას გვერდში, ანუ ვინ ყავს პარტნიორი, ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი იქნება თუ ვაფშე უცხო, რომელიც მე კარგი პარტნიორი შეიძლება იყოს, ხო? ბევრი ისტორია გამიგია, რომ თქვა პარტნიორებმა რაღაც პერიოდის მერე რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და ამის გამო ეს ბიზნესი დაინგრა რა. იმიტომ რომ პირველივე წინააღმდეგობის და პრობლემის დროს ხდება ხოლმე გაუგებრობები. აი შენ შემთხვევაში ვინ დაგიდგა გვერდში, ვისთან ერთად აკეთებ ამ საქმეს და აი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მაყურებელს რომ გაუზიარო შენი გამოცდილება. როცა უკვე მასშტაბზე გადიხარ, ის რომ მარტო ვერ გააკეთებ საქმიანობას და ჩვენ შემთხვევაში იყო რომ ოჯახური ამბავი იყო ჩვენი საწყის ეტაპზე ჩემი და გერმანიაში იყო. იქედან ფინანსურად ჩემი და გვეხმარებოდა. ეხა აქ არის აგერ კადრის უკან. ეხა უკვე აქ არის და ერთად ვაკეთებთ. მე და ჩემი და განსხვავებული ტიპაჟებიც ვართ და სხვადასხვა რაღაცების კეთება შეგვიძლია. მე თუ მაგალითად რაღაცა საორგანიზაციო საკითხებში ინგა მაგალითად ძალიან კომუნიკაბელურია და ტურისტებთან ურთიერთობა ძალიან კარგად ამყარებს. ვიდეო რგოლების გადაღება რაც აუცილებელი არის. მე ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი და სანამ ჩამოვიდოდა, მართლა ერთი ვიდეო ალბათ გადაღებული არ მექნებოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენ შემთხვევაში ოჯახური ამბავი არის. ჩართული იყო ყველა რგოლი, მშობლებით დაწყებული, მაგრამ ჩვენ ბები და ჩემი ძმა იქედან რაღაცა ახალ ხედვებს, ჩემი ძმა საფრანგეთში არის, ახალ ხედვებს გვიზიარებს იქედან და ახალ რჩევებს გვაძლევს და ანუ ამ კუთხით ცუდი გამოცდილება ჩვენ არ გქონია თანამშრომლობის კუთხით რა ერთმანეთთან, რადგან ოჯახური საქმიანობა იყო. ინდივიდუალური არის, შეიძლება ვიღაცას მეგობართან ერთად ძალიან კარგად გამოუვიდეს, შეიძლება ცუდად გაამთავრონ ხო და შეიძლება საერთოდ უცხო ადამიანისგან ისეთი დახმარება, ან ერთი სიტყვაც ისეთი მიიღო, რაზეც შემდეგ იფიქრო და უბრალოდ სხვა რაღაც გააკეთო ისეთი, რაც შენ გამოგადგება მერე უკვე შენი საქმიანობისთვის და როცა ვიწყებთ საქმეს და ბევრი რჩევები გამოგვივიდა დღეს, რომ ვინ ყავს პარტნიორი და რამდენად შექმნილი გაქვს ის გარემო შენს გარშემო, რომელიც ხელს გიწყობენ, როგორც ფსიქოლოგიურად, ახლა ფინანსურად თუ გიწყობენ, თლათ უკეთესი და ვერჩი გიდგან. ხო იცი, ანტრეპრენერების პირველი დამფინანსებელი ვინ არის? ან ოჯახის წევრები, ან სულელები და ან ისა მეგობრები? Fools, family and friends. ხო, ეგრევა, სწორად ვთქვი. დღეს რა შეგიძლია თქვა, ანუ ეს პროექტი შედგა, მაყოფილი ხარ, თქვა ფინანსურ ნაწილში მათ შორის და აი როგორ ფიქრობ მომდევნო 5 წლის, 10 წლის თავზე სად უნდა იყოს ეს შენი ბიზნესი? პირდაპირ უნდა ვთქვა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. მგონია რომ რაღაც გასაკეთებელია და ის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს და სულ განვითარების პროცესში ვართ. არასდროს არ მთავრდება ჩვენთან არც იდეა და არც საქმე რაც უნდა გაკეთდეს და ყოველწლიურად სულ ახალ რაღაცებს ვაკეთებთ. ჩვენ შემთხვევაშიც ახლა კიციკლი ავაწყეთ და სტუმართ მასპინძლობის სულ ამბავს თავაზობთ, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რაც გასავითარებელი არის ჩვენს შემთხვევაში და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე ფრთები შევასხათ. იმ ეტაპამდე მივიყვანოთ, დასასრული მართლა არა აქვს ამ ამბავს, იმ ეტაპამდე მივიყვანოთ, რაც ჩვენ გვესიამოვნება და რაც გვინდა რომ მივიღოთ ჩვენი სტუმართ მასპინძლობის თემიდან. მოკლედ ამ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, დიდი გეგმები. ამ გზაზე მთავარია გჯეროდეს. მოკლედ დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვო. მოკლედ ეხა ჩაი დავაგემოვნოთ, მაკადრებსაც შემოგთავაზებთ და გურული ღვეზელი. შენი ერთ-ერთი საფირმოს არ ვიძახი, როგორც მითხარი. საუკეთესო კერძი. საფირმო კერძზე ეხლა ვმუშაობთ და რომელიც გექნება ასევე მალე. მართლა მინდა რომ ისეთი გემო შევქმნათ, გარდა ჩაისა, რომ ჩაიზე მოვიდნენ ჩვენთან და დააგემოვნონ და გამოგვარჩიონ სხვებისგან, ასევე ერთი კერძი მაინც გვინდა, ისეთი იყოს, რომ აი დებიჟღენტების კერძი არის და ამ კერძისთვის უნდა მიხვიდე ამ ადგილზე. ბრენდი თვითონ დებიჟღენტები გამკვიდრდება საბოლოოდ, ხო? როგორც მე. კი, ანუ ეს არის 10 დღის წინ გართული იყო სხვათა შორის სახელის არჩევა და ნუ ეს პროცესი ძალიან გაიწელა ჩვენს შემთხვევაში. რაღაცა სხვადასხვა ვერსიები გქონდა, გამოფენებზე რაღაცა სახელით, სხვა სახელითაც მონაწილეობდით და დავამთავრეთ მოკლედ ამ სახელზე მუშაობა და ბრენდინგის ყველაფერი ამაზე გაკეთდება, ხო? აეწყობა აბსოლუტურად ყველაფერი და სლოგანი თუ გაქვთ მოფიქრებული, რომ გაგვიზიარო. დაწერეთ კომენტარებში იდეები და მე გადახედე და არჩიე და დაასაჩუქრე თუ რომელიმე მოგეწონება და არჩევ რა. ამიტომ
იაქტიურეთ. ჩვენი განსაკუთრებული ველური მოცვის ჩაით დავასაჩუქრო თქვენი გამომწერები. მოკლედ, დაწერეთ კომენტარებში. დები ჟღენტებია ბრენდის დასახელება, რომელიც მოიცავს ჩაის პლანტაციას, აწარმოს, ასევე ტურისტულ სივრცეს, განსათავსებელ სივრცეს, სლოგანის იდეები. ლანა გადახედავს, თუ რომელიმეს არჩევს და მოეწონება, დაგასაჩუქროთ. რომელიმეს მაინც ავარჩევ და რომელიმეს კი ბატონო, კაი, მაშინ საუკეთესო არჩე, რომელიც მოგეწონება. გიდ გამოიყენო, გიდა. არხი გამოიწერეთ, მეგობრებო, ეს ვიდეო დაალაიქეთ. ჩვენი გვერდის გამოიწერეთ. თქვენი გვერდი აღწერაში იქნება აუცილებლად, გადადით და გაინტერესებთ და დაიკავშირდებიან, მოკლედ, გამოიწერეთ. კაი, გადავიდეთ დეგუსტაციაზე და შევაფასოთ ლანას ჩაი. ჩინეთს ვერ დავეჯიბრებით, ჩვენთან უფრო დაყენების პროცესი უფრო მარტივი არის. თუმცა მახსოვს, რომ ბებია ესე ამზადებდა ჩაის. ფაიფურის ჭურჭელში როცა ჩავყვედით ჩაის, მერე აი სტილოთი შემოიფარგლებ. შემდეგ მეორე ფაიფურის ჭურჭელში გადმოდიოდა, რომ ერთიანად შერევა ყოფილიყო, რომ თნაირი სახით ყოფილიყო, ერთი დონე ხონოდა ჩაის. ინტენსივო ხო, კი. აი, მოკლედ, მეგობრებო, ეხლა გადავინაცვლოთ სხვაგან რა. არხი გამოიწერეთ, ვიდეო გაელახეთ და გაგიმარჯოთ. მოკლედ, როგორც შეკვირდით, აგერ არის. არც ერთი ნაჭერი არ მოგვიკლია. პირველად უნდა გავსინჯოთ, ეხლავე გეტყვით შეფასებას. პატრონო დავით, აიღე. რომელი მხარია ეს? ყუის მხარია, უფრო გემრიელი, შუა, აი ეს. ჯერ ადგილობრივი ლოკალური ჩვენი სოფლის ყველით და კვერცხიც. მოკლედ, ჩაისთან იდეალურია რა.